ახლა კი სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ პროექტ საქართველოს ხმის კიდევ ერთი ხმა, გთხოვთ საბა ღურწკაია. საბა, ჩვენ გამოვაცხადეთ ეს იმიტომ, რომ შენ ნამდვილად ხარ ხმა და ძალიან მაგარი ხმაც. მაგრამ რას იზავ? ხო იცი, ხდება ხოლმე ესეთი ამბავი, რომ რაღაცა იქ, რაღაცა იღბალია, ვიღაცა მარაკრიფასა, მაგრამ მე ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო და დარწმუნებული რომ ყველაფერი წინ გაქვს. აუცილებლად. და დაუბრუნდი ბაიკერის ცხოვრებას. ხო, ეს მაინტერესებდა რა ძალიან ეს ორივეს რანაირად ათავსებ ერთად. საერთოდ არ არის რთული. არა. ბაიკით რომ მიდიხარ, კარგად ღერი ხარ. ცოტა მოიზია, მოიზია რა. მე ყური მოვკარი ხლა ამ ბორო პერიოდში ჩემო ნიკოლოს, ბავშვები მიდიან, მოდიან, ყავა, წყალია და რაღაც ისე გავიგე, საუბრობდნენ რომ შენ უნდა ჩაგიყვანო იქო და ბებია ჩემიო რაღაც საჭმელებზე იყო. ხო? ხო, სწორად გამიგია. რა ქვია ბებიას? ნანული. აი ხლა ქალბატონი მარტვილში ქალბატონი ნანული მოვიკითხოთ და მინდა გითხრათ რომ ძალიან მაგარი შვილი გყავს თქვენ და ყველაფერი წინა აქვს რა. ოქრომეჩინე თანახა მეორე საკითხსაც ვარ ყვე მე ჩქარას ეროვნული მოთავრებინე ბიჭო სტრაფი მოგივიდა. რომ გადაგია ამ ჩამას გავიდა აქეთ მოვიყვანეთ და ნანული ქალბატონმა გაშალოს ფურმალი ორი კაცი იაფი დაუждდება ინტერვიუზე ფურმალი ღარგია გაშალოს 4 კაცი დამკვრედები ჩამოვალ და კაიღო მიკაი რასაკეთებს მაგარს ვაიმე ყველაფერს რა ხაჭაპური გინდა მეგრული გინდა ყველაფერი რაც სამეგრელოში დაგხვდება არაფერი შენ თუ ხარ ნიკა ერთი კითხია ასეთ ამბავში თუ გიმღერია რა კარგი გამოწევა აბა ეხა კიდევ ერთხელ გეუბნები ცხოვრება იმდენჯერ დავეცით მე და ნიკოლოზი მაგრამ მაინც წამოვდექით ასე რომ გული არ გაიტიხო მართლა ნიჭიერი ადამიანი ხარ ოქრო ხარ რას იზავ ყველაფერი ხდება თუმცა კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ რომ ჩვენ ძალიან მოგწონ ხარ და კარგად ვღერი უბრალოდ ჩემი ინტერესის სფეროა რომ ეხლა მე რა სიმღერასაც არ არის რთული ტექსტი ბებია გვიყურებს იცოდი არ შემარცხვინო და სად გამიხურეთ ეგ მაგრად და ტექსტს მოგაწვის ნიკოლოზი მაგაში არის პელეპაქსი პელეს ვეცდები რომ აი ქართული სიმღერა და ქართული ძარღვით უნდა მივიღე კი ბატონო აჰა აპლოდისმენტები აბა ვნახოთ ეხლა გავიდა მითხარ სად გეძებო მითხარ რად მაძვალე მითხარ სად გეძებო უგულო რად წავიდა მითხარ სად გეძებო მითხარ სად მითხარ რად მაძვალე უგულო გემღერა ეს სიმღერა შეგეკითხა ჩემთვის შეხვიდოდი ლოჯში არ დამიჯერე ბატონო ცოტა რაღაც ჩემეული რაღაც გადავაკეთე კარგია მე ეს არის აბა სვეტი მასე ყوار გავჭერ ბოდიში სიხდი კარგი მოკლედ კიდევ ერთხელ წარმატება ეხლა კი შენ რაც გინდა გულით შეიძლება ელოდებოდი რაღაც ტურს რო ის უნდა გემღერა და შეგიძლია და ამ დიდი პატივისცემით დღეს ჩვენ დაგითმობთ ჩვენ მინიატურულ სცენას. დიდი მადლობა. დღეს შეგისრულებთ საავტორო სიმღერას, რომელიც 17 წლის ასაკში დავწერე. რამდენი წლის ხარ ახლა? 26. დაახლოებით 10 წლის წინანდელი სიმღერა. მოკლედ, ჩემს მეგობართან ერთად, ვახო კალმახელიძესთან ერთად, რომელიც ჩვენ ერთად მოღვაწეობთ GPS ჯაზ ორკესტრში. აჰა, დაგვეხმარებ. კი, მამამისი არის მაესტრო ირაკლი კალმახელიძე და ძალიან დიდი პატივია მასთან ერთად მუშაობა და მე გამიხარდება თუ ახლა შემოგვიერთდება ეხლა. კი ბატონო, მაშასე გიტოვებთ ამ საავტორო სიმღერას. დიდი მადლობა.